საქართველოს ინდოელი ჟურნალისტები ღვინის ექსპორტებით ცნობილი სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერები ესტუმრნენ ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრა, სადაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე ისაუბრეს. სტუმრებმა ალავერდის მონასტერი, წინადლის მუზეუმი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულეს. მათ ასევე დაათვალიერეს ღვინისა და კონიაკის ცნობილი ქართული კომპანიების საწარმოები, ადგილზე გაეცნიათ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და სასმელი დააგემოვნეს. ვიზიტი მიზნად ისახავს ქართული კულტურის, ღვინისა და კულინარიის პოპულარიზაციას. სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ უმასპინძლა. ღვინის ტრადიციების მქონე უამრავ ქვეყანაში მიმოგზაურია, მაგრამ საქართველოს სრულიად გამორჩეულია თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. თქვენი ღვინო წინანდალი, საფერავი, ასევე შუშხუნა ღვინოები განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და დარწმუნებული ვარ, ინდოელ მომხმარებელში დიდი პოპულარობით ისარგებლებს. ქართული ღვინო ძალიან დიდ ინტერესს პოვებს ინდოეთის ბაზარზე. ჩვენ არაერთი ჯგუფი ყავდა ჩამოყვანილი, დღესაც დღევანდელი შეხვედრაც ორგანიზებული და ინიცირებული იყო ინდოელი დელეგაციის მიერ, რათა უკეთ ადგილზევე გაცნობოდნენ ქართულ ღვინოებს. მაგათ უკვე ატარმოს არაერთი მოლაპარაკება და მინდა ვთქვა, რომ ორ კომპანიასთან უკვე მოაწერეს კონტრაქტი ღვინის გატანაზე.